მოგესალმებით ყველას მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. გილოცავთ ყველა მედია კავშირი ობიექტივის სრულიად შემოქმედებით და ტექნიკურ ჯგუფს ულოცავ ჟურნალისტის დღეს და ყველა ჟურნალისტს ულოცავ ჟურნალისტის დღეს. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ გამოშვებას, ეს გახლავთ 3 ნაწილისაგან შემდგარი. პირველ ნაწილში ჩვენ გვეყოლება 2 უმშვენიერესი მანდილოსანი, მოგვიანებით გაგაცნობთ ამ მანდილოსნებს, თუმცა ერთ-ერთ მათგანს თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. მეორე ნაწილში ისრაელიდან ჩაგვერთვება მწერალი ქალბატონი იზოლდა მოშიაშვილი, ხოლო მესამე ნაწილში იქნებიან სოხუმის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი მხატვარი ივანე იგივე ვანიკო კეზოა თავის სტუდენტებთან ერთად, რომელიც მეტად საინტერესო სიახლის შესახებ მოგვითხრობენ. რაც შეეხება ჩემი გამოშვების პირველი ნაწილის სტუმრებს, ესენი გახლავთ უნდა წავიკითხო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს მწერალთა ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწე და საერთაშორისო აკადემია გულანის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, აფხაზეთის მწერალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მწერალი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი ქალბატონი უმშვენიერესი, ულამაზესი ქალბატონი ნაირა მარშანია, რომელიც გახლავთ ასევე ილია ჭავჭავაძის პრემიისა და ოქროს მედლის, გიორგი შერვაშიძის სახელმწიფო პრემიისა და ასევე უამრავი ჯილდოს მფლობელი. მოგესალმებით ქალბატონ ნაირა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ქალბატონი ნაირა მოვიდა ხელდამშვენებული 4 საინტერესო წიგნით, რომლის ლექსებსაც ჩვენ წაგვიკითხავს ძალიან ლამაზი მომხიბვლელი ქეთა ბაიდაური, რომელიც არის თბილისის 86-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე. გამარჯობა ქეთა. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ხარ. რას ამბობთ? თქვენ მადლობა რომ მომეცით შანსი ტელევიზიაში. კაიმე, უმეტესი მადლობა. ერთი სული მაქვს, როდის წაიკითხავ ნაირა, ქალბატონი ნაირას ულამაზეს ლექსებს. ქალბატონ ნაირა, სულ რამდენიმე ხანი დარჩა იმ ლამაზი ხანი გვახშორებს იმ ლამაზ საღამოდან, რომელიც 4 აპრილს გაიმართება თვაროსები მწერალთა სახლის რესპუბლიკურ ეროვნულ ბიბლიოთეკაში. უკაცრავად ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მოდით ახლა ამ 4 წიგნისა და იმ პრეზენტაციის შესახებ, დაანონსებით ჩვენ მომავალშიც, რა თქმა უნდა, დავაანონსებთ ამ ულამაზეს საღამოს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და თურმე ჟურნალისტების დღე ყოფილა და მთელი სული და გულით გილოცავთ. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საჭირო საქმეს ემსახურებით და ღმერთმა წარმატებებით აგიკვირდოთ. რაც შეეხება 4 აპრილს. მე ერთი წლის განმავლობაში სულ მთლიანად უკვე ამ წიგნებთან ერთად ვიქნები 13 წიგნის ავტორი. არის პოეზია, მერე პროზა, პუბლიცისტიკა, მთარგმნელობითი წიგნები და ასე შემდეგ. და ახლა ეს ბოლო 1 წელია მუშაობდი 4 წიგნზე. ეს გახლავთ პირველი არის საბავშვო ლექსები. დიზაინერის თავად გახლავთ ქალბატონი ნაირა. გაფორმებულია ესე ფერადად არის გაფორმებული და რამოდენიმე ლექს ჩვენი ქეთა წაგვიკითხავს ამ წიგნიდან. მეორე წიგნი გახლავთ ბაგრატ შინკუბას მოხუცი რასიდაცი. ეს არის დიდი მოთხრობა არის რა, დიდი მოთხრობა, რომელიც მე ვთარგმნე აფხაზურიდან. აქ არის მოგონებები, ფოტო არქივიდან რამოდენიმე ფოტო ბატონ ბაგრატ შინკუბასთან დაკავშირებული და მთლიანად ნათარგმნია ჩემს მიერ ეს აფხაზური მოთხრობა, რომელიც არის ძალიან პოლიტიკური მოთხრობა, ეხება 27 წელს და ძალიან საინტერესო მოთხრობაა. ამიტომ მე როგორც აფხაზურ-ქართული ოჯახის წარმომადგენელი ვალდებული ვარ ასეთ თემებზე ვიმუშაო და ეს უკვე არის ჩემი მეორე წიგნი აფხაზურიდან და 2 წიგნი კიდე მაქვს ნათარგმნი რუსულიდან, ოღონდ ჩვენი თანამემამულეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა, ახლა ამჟამად აქ არის და ქართულად გადავთარგმნე მისი
საბავშვო ზღაპრები და ამავე დროს ძალიან ისეთი კარგი რაღაც ფანტასტიკური მოთხრობებია და უცნაური შეხვედრა ასეთ სათაურით. როგორ საჭირო საქმეს ემსახურებით გავუწევთ. რა თქმა უნდა, კიდევ მაგ ახლა გეგმაში აძლიერებს ძირძველ მეგობრობას. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ქართველებმაც უნდა იცოდეს ვინ ყავდა კლასიკოსები აფხაზეთში და რა თქმა უნდა აფხაზებმა თავისთავად და მე ბედნიერი ვარ იმით რომ აი ეს წიგნი 20 ცალი გავაგზავნე სოხუმში და ინახება ბაგრატ შინკუბას შვილიშვილების ესე იგი კერძო ბიბლიოთეკაში და ვისაც სურვილი ქონდა მათ სანათლოსაობებთან. გარდა ამისა, ამას წინათ მე გამოვეცი სამი კლასიკოსის ბაგრატ შინკუბას, ივანე ტარბას და დიმიტრი გულიას ამ სამი კლასიკოსის შესახებ. კიდე ესე იგი აქაც არის მოცემული მათი ბიოგრაფიები, მათზე მოგონებები, საარქივო ფოტოები ქართველ მწერლებთან და პოეტებთან და თარგმნებია იქაც ძალიან კარგი თარგმნებია. ძველი თარგმნებიც იყო, ახალი თარგმნებით, ჩემი თარგმნაც არის მან შესული, ჩვენი ერეკლეს აღლიანის თარგმნა არის და მრავალი სხვა. და ესეც გავაგზავნე აფხაზეთში და რა თქმა უნდა, ძალიან ასიამოვნები არიან და იყო ასეთი შეთავაზება, რომ თქვენ გამოეცით წიგნი ქართველ და აფხაზ პოლიციელებზე. რა ხდებოდა ომის დროს, როგორ იყო მათი თანამშრომლობა, ურთიერთთანამშრომლობა და რა მოგონებიც იყო ამ ომთან დაკავშირებით და ამ წიგნში ძალიან კარგი მეგობრული წიგნია, ანუ ჩვენი გზავნილი იყო აფხაზი კოლეგების მიმართ, აფხაზი პოლიციელი კოლეგების მიმართ. და იქ თითოეული ჩვენთაგანი მაღალჩინოსანი ყვება თითო ესე იგი მას შემთხვევებს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ცხოვრებისეული იყო. აქ არის 60 ფოტო იმ წიგნში ქართველი და აფხაზი პოლიციელების და ამავე დროს დაღუპული პოლიციელების მოსახსენიებელი ბოლო ნაწილი. ესეც გავაგზავნე აფხაზეთში და მთხოვეს რომ აფხაზურად გაგვეკეთებია ეს გვეთარგმნა. და ძალიან დიდი მადლობა მითხრეს ტელეფონზე დამირეკეს რამოდენიმე ერთად შეგროვილა ერთად განუხილავთ ეს წიგნი და რო ვნახავთ მათი ფოტოები ესეთ რაღაცა იყო თქმული ჩვენ გვეგონა რომ მტრებს გვეძახდით და თურმე ჩვენ კიდე მოყვრები ვართ დღემდე თქვენი და ამ წიგნამ მოგცა იმის სურვილი რომ ჩამოვიდეთ და გინახულოთ და მოგეფეროთ ეს იყო ჩემი გამარჯვება რა თქმა უნდა ეხლა უკვე გადავალ აი ამ 4 წიგნზე, რომელიც აი წლის განმავლობაში ამაზე ვიმუშავე და 4 დეკემბერს იქნება. აი ის 2 წიგნის შესახებ. აი ეს არის ესე იგი, ჩემი დიზაინით გაკეთებული ესეთი წიგნია. აი ესეთი წიგნია. ეს არის პირველი პროზა და ხსოვნის ანაბეჭდები. აი აქ არის მთლიანად ყველა მოთხრობა არის დოკუმენტური და რაც ვნახე, რაც განვიცადე, რაც გადამხდა თავს და რა განცდებიც მქონდა, ყველაფერი არის აი ამ წიგნში შესული და მე მგონი მკითხელისთვის ძალიან კარგი წასაკითხი იქნება და ძალიან ბევრ რაღაცას მოაგონებს. თქვენი მოთხრობები და ჩანახატები ყოველთვის კარგი წასაკითხია, ადვილად იკითხება ძალიან. აი ამ მოთხრობებით სადღაც მოგზაურობთ ისევ აფხაზეთში და მთელი ომის პერიოდში მოგზაურობთ მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს მეოთხე წიგნი კიდე გახლავთ, ვინაიდან ჩემს მიმართ იყო ძალიან ბევრი მოძღვნილი ლექსები, ჩემი საყვარელი ავტორების, ჩემი მეგობრების, ჩემი კოლეგების. მან დარჩაეტა. არა, ყველა არა, მაგრამ რომელიც ვიპოვე და რომელიც მოვიძიე ავტორებთან, აი ესენი არის აქ შესული, აქ არის განხილვები, ანალიზი, ჩემი შემოქმედების არის ლექსები მიძღვნილი და ამავე დროს ჩანახატები და ჩემთვის ძალიან ეს საყვარელი წიგნი იქნება ჩემი სამაგიდო წიგნი და აი ამ წიგნით მადლობას ვეუბნები იმ ავტორებს, ვინც დრო გაიმეტა ჩემთვის და ასეთი მოფერებით და სიყვარულით მომიხსენიეს და ნამდვილად მე მეკუთვნოდა მათთვის მე თქვა დიდი მადლობა და ჩემი სამადლობელი იმაში გამოიხატება რომ ერთ წიგნში მოვათავსე ეს და იქნება ჩემი სამაგიდო წიგნი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნაირა ქეთა. მე ეხა წიგნებზე გვაქვს საუბარი და გამიჩნდება და უწფესთვის შეკითხვა. მე ვიცი შენ ძალიან გიყვარს კითხვა. და ვინ შეგაყვარა კითხვა? აი ვიდრე შენ თავად დაიწყებდი კითხვას ვინ გიკითხავდა? დედა მიკითხავდა
და მე შენ რო დაიწყე კითხვა, ხო არ გახსოვს პირველი წიგნი რა იყო? პირველი წიგნი იყო საბავშვო ბიბლია. აი მე როგორი კარგი გოგო ხარ. ნუ შენ თავისთავად დადიხარ ტაძარში და გყავს შენი მოძღვარი, ხო? მადლობა. კეთა, მოდი ახლა ქალბატონი ნაირას ლექსი წავიკითხე, ჯერჯერობით ერთი ცალი და მერე მივყვეთ, ხო? ზღარბი. წვიმის შემდეგ ბაღში შემოსულა ზღარბი. დაინახეს ბავშვებმა ყველა მისკენ გარბის. დათომ დიდი ვაშლი მიუტანა პირთან, მაგრამ ჩვენი ზღარბი უცებ ბურთად იქცა. არ უჩანდა ფეხი, აღარც ტანი, თვალი. დაიმალა სადღაც პაწაწინა თავით. შეეცოდათ ბავშვებს და დატოვეს მარტო, უყურებენ შორიდან თინიკო და ნატო. კაი შეალავცებ, ეკლიანი გუნდა, მიჩქარის სადღაც, ალბათ დედა უნდა. ძალიან დიდი მადლობა, ყოჩა. შენ ალბათ თეატრშიც ხშირად დადიხარ, ხო? დიახ. რომელი თეატრი უფრო მოგწონს? ესეთი აკადემიური თუ დრამატული თუ საბალეტო? ბალეტი გიყვარს? და რომელი სპექტაკლი მოგწონს? საბავშვოში უფრო და. აი საბავშვო უფრო. გასაგებია. ქალბატონ ნაირა, ერთ-ერთ წიგნში თქვენ მოგვითხრობთ საზოგადოებას იმ ისტორიას, როდესაც თქვენ დაჯექით მანქანაში, მივიჯექით საჭეს და არავისთვის არ გითქვამთ, ისე გაიმგზავრეთ ენგურს. მოდით აი ხა ის ისტორია მოვყვეთ თუ შეიძლება. ხო, და ისიც ვთქვათ, რა ქვია, თუ არ ვწდები, ჭადრის ფოთოლი, ხო? ბატონო, ეს არის მხატვრულ დოკუმენტური პროზა და ეს არის ჭადრის ფოთლები გაღმა ნაპირიდან. სათაური არის ასეთი. მე რა შემიძლია ძალიან ჩქარა და ძალიან მსუბუქად მოვყვები ამ მოთხრობის. არა, ნუ ჩქარებთ, უბრალოდ ძალიან საინტერესო და ლამაზი ისტორია. კი ბატონო, როგორც ყველა აფხაზეთელს, ყველას გამოყვა რაღაც სინდრომი. აფხაზეთის ომმა დაგვიტოვა რაღაც სინდრომი და მე კი უძილობა დამიტომა ამ ომმა და მე დავარქვი მას ომის სინდრომი ამ უძილობას და 32 წელიწადია მე ღამე თითქმის არ მძინავ, შეიძლება 1-2 საათი დამეძინოს. ძალიან ვიტანჯები რა, არ ვიხმარე რა, არ ვეცადე, მაგრამ არ ვიცი, აი ჩამომიყალიბდა ეს, შევეჩვია ის ჩემს ცხოვრებას, მე შევეჩვიე მაგას და ერთად ცხოვრობთ მე და ჩემი უძილობა. ერთ საღამოს არ ვიცი ეს რა იყო, ხილვა იყო თუ რაღაცა ჩემი ქვეცნობიერებიდან გამომდინარე მე თვითონ ესე რაღაც ჩამესმა, თითქოს ვიღაც მეუბნება რომ წადი ენგურზე, გადახედე იქაურობას, ისუნთქე იქიდან მონაბერი ნიავი და მეტი არაფერი. ამაზე გამომეღვიძა, ძილბურანში ვიყავი, არც ვიცი მეძინა თუ არა და რატომღაც მომინდა უცებ აი ეს შემესრულებინა მოქმედებაში მომეყვანავ, დექი 6 საათზე მივირთი დილით ყავა და არავისთვის არაფერი მithქვამს, ჩემ მანქანას ესე გავიქეთ ჩემ მანქანისკენ. ჩავჯექი და ჩავრთე ის მუსიკები, რომელსაც მე სოხუმში უსმენდი, როდესაც ჩემი სახლიდან გამოვიდოდი, სამსახურისკენ მიმავალი, აი მუსიკებით მივიდოდი სამსახურამდე. ეს მაშინ იყო კასეტების დრო, რა თქმა უნდა, ეს იქ დარჩა, მაგრამ მე აქ აღვადგინე და სულ მაქვს ეს მუსიკები ჩემს ჩართული. ჩავრთე ეს მუსიკები და გავოდექი გზას სრულიად მარტო. მივდივარ და ვფიქრობ, უყურებ საათს, სადღაც უკვე 9 საათია, უკვე უახლოვდები სამსახურს. ეხლა უკვე სამსახურში ვარ. ანუ თქვენ მანქანის ტრასაზე ბრძანდებით, მიემგზავრებით დასავლეთისკენ და ამ დროს ხართ წარსულში, სომხურში, თქვენი ერთი ცხოვრებისეული დღე. აღდგენა ხდება იმ დღის, აი როგორ ვიწყებ დღეს და როგორ ვამთავრებ დღეს, როგორ ვამთავრებდი სოხუმში. უყურებ საათს 10 საათია. ხო, ეხლა მე და ჩემი გოგოები ყავას მივირთმევთ. კაბინეტში თანამშრომლებთან. კიდე გადის დრო, ცოტა ფიქრებში ვარ, შემოვივლი ჩემს ქალაქს, ჩემს აღკარს. დავხედავ საათს, უკვე პირველი საათი ეხლა გავდივართ უკვე დასვენება გვაქვს და უნდა მივირთვათ გოგოებთან ერთად. მე უკვე ისევ კაბინეტში ვარ, ახლა მუშაობ, ეხლა შევდივარ უფროსთან, ეხლა უკვე 6 საათია, უკვე გამოვდივარ, მივდივარ უკვე სახლისკენ, უკვე მოვდივარ სახლში და აი ამ გრძნობებით, აი ამ ფიქრებით მივატეკე ენგურის საგუშაგოს.
ჩამოვედი, სამეიღე ჩემი საბუთები, მართვის მოწმობა, ტექ პასპორტი, პირადობის მოწმობა და გასაღები და მივედი პირდაპირ გამშვებ პუნქტთან პატარა ჩიხურია მან. ჩემ დასაბედნიეროდ ორი თანამშრომელი ნაცნობი აღმოჩნდა, ყოფილი ჩვენი თანამშრომელი, ერთი გალის თანამშრომელი, მეორე შრომის თანამშრომელი. მოვიკითხეთ გემრიელად ერთმანეთს, მეკითხებიან, მიბრძანდებით არა, ვინმეს ელოდებით არა. გაკვირებით შეხედეს ერთმანეთს, მე ვთხარი არსად არ მივდივარ, არავის არ ველოდები. ერთადერთი თხოვნა მაქვს, აი ჩემი ყველაფერი, საფუთები, ჩემი გასახები. ნეიტრალურ ადგილამდე მიმიშვით მეთქი, რომ ცოტა უფრო ახლოს ვიყო მეთქი გაღმანაპირთან, რომ ვისუნთქო ცოტა იქიდან გადმონაბერი ჰაერი და დავათვალიერო იქაურობა მეთქი. რაღაცნაირად გაუკვირდათ ერთმანეთს გახედეს, გაიგეს ჩემი გულის ტკივილი და მითხრეს, კარგით, ოღონდ ბევრ ხანს არ დარჩეთ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ რუსები ცუდი თვალით დაგეწყებენ ყურებას, გთხოვთ მოbrunდეთ. კი ბატონო, მე ვთხარი, არავითარ შემთხვევაში პრობლემებს არ შეგიქმნით. გავიხარე, მივედი ესე იგი ნეიტრალურ ზონამდე, ესე მოაჯირზე დავეყრდენი და იცით უფრო უცებ კი არ ავხედე იქაურობას. ჯერ ჩავხედე ენგურის წყალს, მერე ნელ-ნელა ავხედე იმ მხარეს ენგურის ფერდობებზე დაყრილ რიყის ქვებს. მერე იქიდან ბუჩქებს ავხედე, მერე უკვე ზემოთ ჭადრის ხეები ვნახე, მერე უკვე ცას ავხედე და ესე ნელ-ნელა დავიწყე გაღმანაპირის დათვალიერება. ამ დროს აფხაზური ხმებით ჩამესმოდა აფხაზის აგუშაგოს თანამშრომლები ერთმანეთს როგორ გადასახებდნენ. სხვათა შორის ისიც მე სიამოვნა, მომნატრებია მათი ხმა, მათი საუბარი, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ გადის მე მას შევარქვი ხიდის ბიზნესმენი. ურიკით მამაკაცი, რომელსაც გადააქვს ტვირთი და რაღაცით ამით რაღაც ფულს აგროვებს, რომ თავისი გადასარჩენა, თავისი ოჯახის და თავის გადასარჩენა და მოვიდა ეს კაცი შემთა გაჩერდა და მეუბნება, თქვენ ვინმე სხვა არ გინდათ რამე გადასცეთ გაღმანაპირით, ან იქიდან ხო არაფერი გინდათ, ან წერილი ან რაღაცა, ან რამე ისეთ. მე ვთხარი, არა, ჩემო კარგო, არაფერი, უბრალოდ გევარ, მე ვთხარი და ჰაერს უთქავ, მე ვთხარი ჩემი გაღმანაპირიდან. წავიდა ეს კაცი, რომ უბრუნდა უკვე თავის საქმეს მორჩა და რომ უბრუნდა, ისე მოვიდა ჩემთან და მეუბნება, მე ვიცი თქვენ რა გაგეხარდება და რა გესიამოვნებათ და გაკვირებულად შევხედე რა მეთქი და თქვენო იქაური მიწა გინდათ ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მთხოვლობს, რომ გაღმანაპირიდან მიწა მოვიტანო მშობლიური. იცით რაღაც რა მომივიდა, იცით? ამ კაცისგან ამ შემოთავაზებამ ძალიან ესე იგი გამაოცა, ძალიან იმოქმედა, რა თქმა უნდა, გავიღიმე და უთხარი. თრემლების კი მომადგა თვალებზე. ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა მსურნელობისთვის, მაგრამ მე მაგ ჩემი ეზოს მიწა მეთქი, რომელიც დედა ჩემს მოვაყარე გულზე, დედამთილს ჩემს მეუღლეს და ჩემი წილი ქილაში მიდევს, ზედ წარწერა ასეთია, რომ არავის არაფერი შეეშალოს და ან არ გადამიგდონ, ან არ გადამიყარო ჩემი ხოხომის მიწა ჩემი ეზოდან. ასე რომ ყველა მიცის, რომ ეს მიწა მე უნდა გულზე მომაყარონ მეთქი. და კარგია კაცმა მითხრა წავიდა. მრავალი წლის მერე ქალბატონო არანაირად. ნუ ესეც უფლისნება და წავიდა ეს კაცი. მეც უკვე შევხედე რაღაცნაირად კარგად ვისუნთქე, რამდენი შემეძლო აი სიღრმის სეულად ჩავისუნთქე, მაგრამ უკვე რო გავხედე რაღაც ცუდად მეყურებდა რუსის ესე იგი ჯარის კაცი საგუშაგოდან და ვარჩიერე უკვე წამოვსულიყავი. კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგად მოვათვალიერე, თითქოს მახსოვრებაში ღრმად შევიყვანე ჩემს მახსოვრებაში. წამოვედი, მივედი ბიჭებთან, მადლობა გადაუხადე. ჩამოვარდი ჩემი საბუთები გასაღები და როცა მანქანას ვაღებ, მესმის ხმა, ქალბატონო, მოვიხედე ისევე ეს კაცი და მოაქვს ესეთი ამ სიგრძე ტოტი ჭადრის ფოთლის. მორბი ჩემთან და მეუბნება, ქალბატონო, ეს მაინც სახსოვრად გაღმანაპირიდან, ეს იმ გაღმანაპირზე რო იზრდება ჭადრის ხე, იმის ტოტია. იქნებ გესიამოვნოთ, რა თქმა უნდა, ძალიან მესიამოვნა. გადავკოცნე ეს კაცი, ჩავეხუტე როგორც ახლობელი ადამიანი. იმდენი მსრულნელობა გამოიჩინა ამ კაცად ჩემს მიმართ და გადავეცი ჩემი ვიზიტკა და უთხარი, თუ თბილისში ჩამოხვალთ, აუცილებლად მომიკითხეთ და მირეკეთ. რა თქმა უნდა, ეს კაცი მე არ ჩამოსულა, მაგრამ იცით კიდე რა იყო საინტერესო? რაღაცით მინდოდა ჩემი მადლობა გამომეხატა.
პირდაპირ ვერ უთხარი რომ ეს ფული ამოვიღე და რაღაც გადაცემა მინდოდა და ვიფიქრე როგორი ფორმით გადავცე და მოვიფიქრე რომ თქვენ ხო ახლოს ცხოვრობთ ილორთან კი ყოველდღე გავდივარ ილორს თუ არ შეწუხდებით მეთქი აი ამ ფულით მეთქი სანთლები აანთეთ მეთქი მარშანიების წინაპრების და მარშანიების ესე იგი ჯანმრთელობის ახალგაზრდების და ჩვენი ახალი თაობის მეთქი და ამ დაგვარად რაღაცნაირად მივაწვდინე ესა და მე მგონი ძალიან ისიამუნა იმიტომ რომ ისე იმდენ შრომობდა ზუსტად იმისათვის რაღაც კაპიკები მიეტანა სახში. მოვედი სახში გახარებული მოვდიოდი მე ჭადრის ბოთოლი ჩემი ფილტვები გაღმანაპირიდან ასუნთქი ჰაერი თითქოს ეს მსუბუქი ვიყავი სულ სხვა ხასიათი სულ სხვა გრძნობით მოვედი და საღამოს რომ მოვედი მხოლოდ მაშინ უთხარი ჩვენებს რომ მე ვიყავი აქ ასე იყო ამის შემდეგ ეს ტოტი ჩავდე ლარნაკში ბევრ ხანს იყო მე გახმა ფოთლები ჩამოსვივდა ვიფიქრე ხო ეს მე ავდექი ეს ფოთლები რო არ დაკარგულიყო წიგნის ფურცლებს შორის ჩავდევი და ერთვენიერ დღეს რაღაცას რო ვალაკებდი გადმომეყარა ეს ფოთლები და გამახსენდა რომ ეს ჩემი გაყვანაპირის ჭადრის ფოთლები იყო და ვიფიქრე მე რომ მოვკვდები ყველაფერს გადაყრიან ამას იფიქრებენ ეს რა არის ეს ფოთლები რაში გვჭირდება და რომ არ დაკარგულიყო ეს დავხატე და აი წიგშიც არის აი ესეთი ნახატი ჭადრის ორი ფოთოლი და მივაწერე აი ესეთი მინაწერი გავუკეთე უკან ამ ნახატს რომ გაუვთხილდით ეს ჭადრის ფოთლები გაღვანაპირიდან არის და ჩვენი ისტორიის ნაწილია ჩემგან სამახსოვროთ მარშანიების მომავალ თაობებს გადაეცით ისტორია არ იკარგება ის გრძელდება ქალბატონაირა ისე ლამაზად მოყევით მე დამიბადა შეკითხვა თქვენ ხატავთ საერთოდ რომ აი მე დავინახე ის თქვენ როგორ იდექით, როგორ მიხედით, როგორ იდექით, როგორ უყურებდით, როგორ შემოდიოდა თქვენში ჰაერი იქიდან გამომავალი, როგორ მოვიდა ეს მამაკაცი, როგორ მოგართვათ ეს ჭადრის ტოტი, ეს ყველაფერი დავინახე. დახატეთ ეს, თქვენ ხატავთ? არა, მე ვხატავ, მაგრამ არასოდეს ამაზე არ ვსაუბრობ და არც კიდე არასოდეს არც გამოფენა არ გამიკეთებია, არც ვცდილობ. ჩემს ოთახში მიკიდია 15-20 ნახატი. ჩემთვის მხოლოდ ჩემთვის ესეც სიმბოლური ნახატებია სამთრის სოხუმი სანაპირო თოლიები სოხუმის გაზაფხული და ემდაგვარი რაღაცები მიტოვებული ზღვის სანაპიროზე ძაღლი რო დარბის და ეძებს ველოდება პატრონს აი ესეთი რაღაცები ეს ჩემი არის ჰობი უბრალოდ თქვენი თავი როგორ დგას საზღვარზე ეს იქნება მე მგონი ძალიან საინტერესო ქეთა გისმენ მელა შიმშილისგან ქანც მიხდილი ბნელი ღამის საფარქვეშ მელა გაჰყვა სოფლის შუკას რომ ეპოვა საქათმე იქვე ახლოს შეამჩნია ეზოს ბოლოს ფიცრული დიდხანს იყო ლანდივით ღობეს ჩუმად მიკრული ამ დროს უცბად უეცრად მურა ძაღლი აყებდა თურმე სახლის პატრონიც დარაჯობდა საბძელთან მოიმწყდიეს მელაკუდა მურამ კუდით ათრია პატრონმა კი გრძელი ჯოხი ზურგზე გადაამტრია მელა მისი მოხერხებით თავი ძლივს დააღწია უკან არ მოუხედავს ისევ ტყისკენ გასწია ოჩახ არაჩვეულებრივია ხო არ გინდა მიაყოლო კიდე მეორე სიამოვნებით გისმენ თეთრი მტრედი შემოსკუპდა ხეზე იღუღუნა დაიბერტყა ფრთები ზემოდან რომ გადმოხედა სახლებს სიამაყით აიჩეჩა მხრები შეამჩნია აივანზე ისხდნენ პატარები ნიკუშა და ნელი იოცნება დამაპურონ იქნებ გახდებიან მეგობრები ჩემი მართლაც ჯამი მოუტანეს სავსე დიდხანს კენკან ამ ცეცები მტრედმა გამოცხადა გადახედა ბავშვებს მეგობრებში გამიმართლა ბედმა კმაყოფილი თავს ხუღუნით აკნევს გასაფრენად აიქნია ფრთები ალბათ ხვალაც მოაკითხავს ბავშვებს ეს ქათქათა თოვლისფერი მტრედი ოჩახ ქეთა არაჩვეულებრივად კითხულობ დიდი მადლობა მე მგონი ქეთა ბაიდაურის სახით საქართველოს და ზოგადად მსოფლიოს მე ვიტყოდი ძალიან საინტერესო მსახიობი ეზრდება. თუ ამას რა თქმა უნდა ქეთა მოინდომებს. გინდა შენ სამსახიობაზე ჩაპარება?
კი ძალიან მინდა ჯერჯერობით. ეხლა ულამაზესი გოგო ხარ. არაჩვეულებრივად კითხულობ. წიგნების კითხვა გიყვარს. მე მგონი ყველა მონაცემი ხელთ გაქვს. ჩვენ შეწარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. ქალტანაირა, რომელი უფრო ადრე იყო თქვენ ცხოვრებაში, პროზა თუ პოეზია? მე ბავშვობიდან მწერდი და საერთოდ მიყვარდა კითხვა. მთელი ბავშვობის პერიოდი ვკითხულობდი საზოგადოების ქართულ ლიტერატურას, საზოგადოების ლიტერატურას, რუს კლასიკოსებს და დედაჩემი სულ მეჩხუბებოდა, რომ თვალები გაგიფუჭდებოდა და რო არ ენახა დედაჩემს რომ ვკითხულობ. საბნის ქვეშ ფანარი მქონდა და ისე ვკითხულობდი. უფრო იფუჭებდით თვალები? ხო, უფრო ვიფუჭებდი, მაგრამ სიგიჟემდე მე 5 კლასში ვიყავი ამერიკული ტრაგედია დრაიზერის რო წავიკითხე ორტომეული ეს ურთულესი წიგნია. მერეც ხო დაიგეცე. მერეც კიდე რა თქმა უნდა საერთოდ მოვიხიბლე ამით რა ვიცი ყველა ესე იგი რუსი კლასიკოსები, ჩვენი კლასიკოსები ეს ბავშვობაში ყველაფერი უკვე მომამთავრე და იმდენად მიყვარდა კითხვა და საერთოდ პოეზია რომ ბავშვობაში რაღაცებს წერდი, მაგრამ არ ვამხელდი. და უკვე მერვე მე-9 კლასში რო ვიყავდი ცოტა უკვე დიდი გოგო ვიყავი რაღაც თაყვანისმცემლები მყავდა რაღაცები მეც მყავდა. დაწუნებული ვარ ძალიან ბევრი გეყოლებოდათ ასეთ ლამაზ მანდილას. რაღაცა ყველას აყავს რა თქმა უნდა იმას აქში ახალგაზრდობის პერიოდში და მეც რატომ რაღაც ერთით ვიყავი მოხიბლული და რამოდენიმე ლექსი მიუძღვენი, თუმცა არასოდეს არ გაუგია მაგას ეგ ამბავი და არც იცის და მეტა ეხა თუ გიყურე. არ ვიცი, არც ვიცი სად არის ცოცხალია თუ არა ის არ ვიცი და ამან მომცა რაღაცა ამ პიროვნებამ ინსპირაცია რომ მეწერა ლექსები. დაწერე რამოდენიმე ლექსი, შემდეგ მე ერთი პერიოდი გავჩერდი, იმიტომ რომ ვსწავლობდი, მე ადრე გავთხოვდი, დედა გავხდი და ამის დრო არ მქონდა, მაგრამ ჩემს საძინებელში შანდორ პეტეფი, ტაბიძე, გრანელი ეს სულ მქონდა და 100-ჯერ წამეკითხა კიდე მე ასეთ ხო და იმიტომაც არის ქალბატონონაირად თავად ლექს გავხართ ისეთი მანდილოსანი ხარ. მადლობა ამისათვის. მოდით ახლა ერთხელ კიდევ გავაშხეროთ 4 აპრილის თაობაზე და ცოტა ხნით დავემშვიდობოთ. კი ბატონო, 4 აპრილს ჩვენს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იქნება ჩემი 4 წიგნის პრეზენტაცია. და ვფიქრობ, რომ ალბათ რა ვიცი, მომსვლელებს კარგი საჩუქრები დახვდება, ვინაიდან მე წიგნი არასოდეს გამიყიდია, ყოველთვის ესე იგი, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე მე თვითონ ბეჭდავ ჩემი სახსრები და საჩუქრად დავარიგებ ყველას. ვის რომელი წიგნი მოუნდება, საჩუქრად მიიღებს ჩვენი პოეზიის და მწერლობის თამაშის მაყურებელი არა, საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა გისურვებ წარმატებებს, ქეთა, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან, წარმატებებს გისურვებ. ჩვენ გელოდებით და ველოდებით თქვენგან ახალ შემოქმედებას. ეხლა კი დაგემშვიდობებით, მე მინდა გითხრათ რომ მზად არის ჩართვა ისრაელიდან და მე ვთხოვ ჩემ ტექნიკურ ჯგუფს, როდესაც ქალბატონი იზოლდა დაიწყებს საუბარს თუ შეიძლება ვიდეო რომელიც ბატონმა ნიკოლოზ ბაღაშვილმა მოგვიმზადა თან ლეიტმოტივად გავუყოლოთ ქალბატონი იზოლდას ჩართვას. ქალბატონი იზოლდა მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. წმინდა მიწიდან. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო იზოლდა. თქვენ ყოველთვის ჩვენს გვერდით გახართ ხოლმე, როდესაც გთხოვთ ჩართვას და მობრძანებას, უბრალოდ ეხლა არ მოხერხდა მობრძანება, იმიტომ რომ თქვენ ისრაელში ხართ. ქალბატონო იზოლდა, ჩვენ გილოცავთ თქვენ, გახდით მწერალთა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და მოდით ეხლა აი იმ საღამოს შესახებ გვესაუბრეთ თუ შეიძლება და ამასობაში მე მაყურებელს ვეტყვი რომ დავემშვიდობები ქალბატონ ნაირას და ქეთას და ასევე საინტერესო სტუმრები შემოვლენ სტუდიაში. ეხლა კი ქალბატონი იზოლდა ეთერში. დიახ, უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა. გვერდებით. კავშირისთვის, ამ გამოხმაურებისთვის. უღრმესი მადლობა თქვენ ტელევიზიას და რა თქმა უნდა თქვენ მაყურებელს, საერთოდ ქართველ ხალხს. ის საღამო როცა ერთი კვირის წინ იყო ზუსტად რომ საქართველოში ვიმყოფებოდი
და ეს იყო ძალიან გულთბილი, განუმეორებელი და სამახსოვრებელი საღამო. ეს მართლაც რომ დაუვიწყარი იყო ის ყოველი წუთი, იმ ყოველ ადამიანთან შეხვედრა, შეხება, ის სითბო და სიყვარული, რაც რომ ჩვენ დარბაზში სხდომის დროს, ჯდომი ყოფნის დროს მივიღეთ ამ ქართველი საზოგადოებისგან. უღრმესი მადლობა მწერალთა კავშირს ამ დიდი დაფასებისთვის, რომ პირველ რიგში ქალბატონ მაყვალა გონაშვილს რომ თქვენ გამხადეთ მართალია უკვე რამოდენიმე ხნის წინ ვარ უკვე მწერალთა კავშირის წევრი, მაგრამ ისე იყო რომ ეს რაღაცა დროებით შეფერხდა ჩვენი მიმოსვლა, გაჩერებული იყო და რა თქმა უნდა როცა ჩამოვედი, მივიღე ეს შეფასება, ეს პატივისცემა და ამაზე ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ გავამართლება ამ ჩვენ ურთიერთობას და რაღაცა ყოველი ადამიანი ამ ჯგუფში მყოფი ყოველი ადამიანი ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის რაღაცა სანახსოვრო გავაკეთოთ. დაუტოვოთ ჩვენ მომავალ თაობას ეს ტკბილი და თბილი მოგონებები, რომელიც ამ ჩვენ ერთს შორის არის და რა თქმა უნდა იქნება. უღრმესი მადლობა ბატონ ქალბატონო იზოლდა, თქვენ შვილიშვილთან ერთად იყავით, რომელიც პირველად იყო ეხა ჩამოსული თბილისში და მაინტერესებს მისი აზრი, რომ დაბრუნდა რაზე გესაუბრებათ. განა რომ დაბრუნდა საერთოდ მანდ ყოფნის დროსაც ყოველი წუთი მე თვალებში შევჩერებოდი, მაინც პირველად იყო ბავშვი წამოსული, დასტოვა პატარა ბავშვი სამსახური რამე და მინდოდა რომ რაღაცა სიამოვნება ენახა და სულ რომ ესმოდა ის რომ საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველო მეგობრობა, ეს დამწერლობა და სხვათა შორის ყველანაირად მხარში მიდღია ამ წიგნების გამოცემა. დიზაინერი თავად არის, დიახ. და მინდოდა რომ დავწუნებულიყავი რომ ის ისიამოვნება, ნასიამოვნები იქნებოდა. და რა თქმა უნდა რომ ყოველ წუთს, ყოველი მომენტისთვის ვეკითხებოდი, ნუ მოგწონს აქ ყოფნა და ისეთი გაკვირვებული თვალებით შემოვხედავდა. განა შეიძლება ის ადამიანმა არ დაინახო ის სითბო, ჯერ ის სითბო, ის სიყვარული, რასაც რომ ჩემი ბები აიღებს აი ამ ადგილობრივი ხალხისგანო. ესე იგი არის თქვენ შორის რაღაცა იდუმალი კავშირი, იდუმალი სიყვარული, რომ ასე ერთმანეთს ეფერებით, ასე ერთმანეთთან ახლოს ხართ და ასე სასიკეთო საქმეს აკეთებდო. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი კმაყოფილი არის და რა თქმა უნდა ახლა უკვე კი ძახის ყოველი შესაძლებლობების დროს მე მზად ვარ რომ წამოვიდე. ხო და ჩვენ ყველას ერთად გელოდებით მთელ ოჯახს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ გილოცავთ ამ ულამაზეს და ძალიან საჭირო ისტორიაში თქვენს ბიოგრაფიაში ერთი ლამაზი ფურცელი კიდევ დაიწერა, რომ თქვენ გახდით საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. გილოცავ და ჩვენ ქართველი საზოგადოება თქვენგან ველით საინტერესო თქვენეულ საინტერესო შემოქმედებას. ახლა კი დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. აქედან ბევრი მოკითხვა მანდეთ. ყველას ჩემო ძვირფასო ხალხო, გულითა და სულით გისურვებთ წარმატებებს და წარმატებებს. ჩვენ მშვიდობას გისურვებთ, უსურვებთ ისრაელს და სრულიად მსოფლიოს. ბედნიერად ბრძანდებოდეთ. მინიღეთ თქვენგან გულთბილი მილოცვა. მადლობა. ნახვამდის. აი დაგიბრუნდით ასევე საინტერესო სტუმრებთან ერთად სოხუმის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი მხატვარი ივანე იგივე ვანიკო კეზუა. ვანიკო, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხარ და უნივერსიტეტის სტუდენტები თამარ ბეშიძე და ზურიკო გელაშვილი. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვანიკო, შენეული საინტერესო საღამოთი ხვდები ხვალ მწერალთა სახლის შენობაში, მაჩაბელის 13-ში, თბილისის
საზოგადოებას და თბილისის სტუმრებს. მოდი ახლა ამ საღამოს შესახებ მოგვიყევი. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მანანა კიდევ ერთხელ რომ მოგვეცი საშუალება რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია. ესე იგი ჩვენს ღონისძიებას, სადაც გაერთიანებულია მხატვრობა და წერილობა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აქ იქნება პროზაც და პოეზიაც. აი სიახლეა, ეს დამავიწყდა. ინტეგრირებულია წერილობა და მხატვრობა, ანუ შემოქმედების ორი ულამაზესი დარგი. კი, ესე იქნება, შეიკრიბა მოკლედ 17 სტუდენტი, აქედან 5 არის პოეტი, აქ 5 პოეტიდან კიდე 2 თან ისია რომ თან პოეტია, თან ხატავს, ესეთი მრავალ სახეს გვაჩვენებენ, რო ვთქვათ ასე. დიდი მადლობა სოხუმის უნივერსიტეტს, რომ მოგცა იმ და მიცა რა თქმა უნდა სტუდენტებს იმის საშუალება, რომ თავი წარადგინონ და ჩვენს გამოფენას და ამ ღონისძიებას ესე ვიტყოდი, ქვია სინათლის მხარეს. იმიტომ რომ მე ხშირად მიხსენებია, რომ ორი რაღაც არის, რომელიც სინათლეს და რაღაც კარგს და რაღაც სწორს ემსახურება, ეს არის რელიგია და ხელოვნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ვაჩუქოთ ერთი ულამაზესი დღე საზოგადოებას. გარდა იმისა, რომ ვანიკო არის არაჩვეულებრივი მხატვარი და ვანიკო არის უნიჭიერესი პიროვნება, ყველა სფეროში, ჯერ ურთიერთობიდან დავიწყებდი, მაგრამ ეხლა არ არის ვანიკოს, მხოლოდ ვანიკოს შესახებ საუბარი და ამას მე აუცილებლად გავაკეთებ პორტრეტი ინტერიერში ვანიკოს შესახებ. ვანიკოს კიდევ ცალკე ნიჭი აქვს, იმისა, რომ სახელწოდებების შეუქმნას სხვადასხვა მიმდინარე მოვლენებს. ჯერ მარტო შენი გამოფენა რო იყო სოლოლაკში რომ მოეწყო სახელწოდებით სიყვარულით ჩემს უბანს, მე მგონი. სიყვარულით ჩემს უბანს. ეხლა კიდე იგივე რა. წინა სერქვა, წინა ღონისძიებას სოხუმის უნივერსიტეტში რაც ჩატარდა, მხოლოდ გამოფენა როცა იყო, ხელოვნება ყვებავს სულს. ხო, აი ხო გითხარით, ანუ ამას კიდე ცალკე ნიჭი ჭირდება და მართლა ძალიან დიდი მადლობა ვანიკო ამისთვის და იმისთვის, რომ კი, დიდი მადლობა სოხუმის უნივერსიტეტს, მაგრამ მე როგორც ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე რამდენადაც მახსოვს, შენ რომ მიხვედი სოხუმის უნივერსიტეტში, იმის შემდეგ დაიწყო სტუდენტების გამოფენები. კი, გამოფენები დაიწყო, იქ ბევრი ჩემგან და ობიექტივისგან შენ დიდი მადლობა. თორე ისეთი საინტერესო აქტივობები აქვს საერთოდ. ეჭვი არ მეპარება. თამარ, როდის დაიწყე ლექციების წერა? უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, ხარდაჭერისთვის. მადლობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გვერდში დგომისთვის. ლექსების წერა საკმაოდ გვიან დავიწყე, მინდა გითხრათ. რამდენიმე წელია ვწერ, უნივერსიტეტიდან მოყოლებული პირველი შუალედური გამოცდა იყო რაღაც მოტივაციის მომცემი იმისთვის, რომ პირველი ლექსი დამეწერა. შესაბამისად, ამჟამად ვარ 20 წლის და 18 წლის ასაკში დავწერე პირველი ლექსი. ხო, არ წავგიკითხავ. აი, მე დაგიბრუნდები. ზურა, ლექსებს წერ თუ ხატავ მხოლოდ? ხატავ და ამავე დროს ლექსებსაც წერ. ხვალინდელ ღონისძიებაზე ჩემგან ლექსებს უნდა ელოდოთ. მართლა? დიახ. ნახატებს არა? ნახატებს ამ ეტაპზე არა. მაგრამ შემდეგ ღონისძიებებზე აუცილებლად იქნება ეს ნახატებიც. ვანიკო, რა თემაა? თემატიკა, ესე კონკრეტულად არ გვაქვს თემატიკა. ზოგად, მაგრამ უფრო ესე მე მაინც ვეცადე, რომ ცოტა მეთქი გავამხიაროთ ისაც ამ დაძაბულ სიტუაციას საერთოდ რაც ხდება სამყაროში და ვეცადე, რომ მიმეცა გაზაფხული, რაღაც სინათლე, მეთქი დახატეთ ლამაზი პეიზაჟები, ყვავილები, მესმის ხელოვნება არ არის ეს რაღაც მარტო სილამაზის აღქმა და რაღაც სიყვარულის ქვევა, ეს არის ძალიან რთული გზა, ძალიან მძიმე გზა, რომელიც სადაც ვერ მოიტყუები და ცოტა რთულია, რომ მართალი უნდა იყო და მე ძალიან მიხარია, რომ უნიჭიერესი ახალგაზრდები არიან, მართლა უნიჭიერესი, რომ ისე კარგად შეასრულეს. აი, ნამუშევრები გადის. ეს თამარის ნამუშევრებია, კი, ეს თამარის ნამუშევრები, თამარი, დიდი ხანია უკვე ფერწერაშია. თამარის ეხა პროფილი როგორ არის, რომ მე ჩემთვის თამარი უფრო მე ხოიცი ადამიანი ნიჭიერი თუ ხარ, ბევრ რაღაცა შეიძლება იყო ნიჭიერი და არ გეკარგება ეს, მაგრამ თამარის პროფილი უფრო ჩემთვის უფრო მხატვრობაშია, პოეზიაშიც. მაგრამ უფრო მხატვრობაში მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო ძლიერია და თვითონაც მე მგონი ესე თulis. და ზურიკო პოეზიაში.
მართლა? ხო და ახლა მოვუსმინოთ, მოდი თამარს მოვუსმინოთ ჯერ გისმენ. სიბრძნის სიმფონიას უსმენ გამალებით, ეს ყოველი წამი ჩემთვის საფხულია. ისით ბოკიმე რომ მესმის, შენთვის ახალი და კლავაც ნაცნობია. ყოველ წამის შემდეგ ღმერთს ვესაუბრები. ის მეშვილად მიცნობს, იგი კვლავ უცხოვარ. ვაი ეს წამი გამალებით, ჩემს ამღრაულ სულს კი ბოლო აღარ უჩანს. ვაიმე, არაჩვეულებრივია და როგორი მელოდიურია, ხო? მოდი ზურაბ გისმენ. ეს ლექსი დავწერე მე დროზე, ძალიან ბევრს ფიქრობდი ამ ცხოვრებაში თუ რა არის ჩვენთვის მთავარი და მივედი ასეთ დასკვნამდე, რომ მთავარი ჩვენს ცხოვრებაში, რაც არის, ეს არის დრო და ყველა ის ადამიანი არის დამნაშავე, ვინც ამ დროს არ უფრთხილდება. დრო ხომ ჩვენ გვაკლდება ჩვენს ცხოვრებაში და მისი გამოყენებლობა არის ძალიან დიდი დანაშაული. ძალიან ბევრს ფიქრობდი დროზე და სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი, რატომაც დავწერე ეს ლექსი სათაურად დრო. ვიმე, ჯერ ეს წინა საუბარი არაჩვეულებრივი იყო. ოჩახ, რაც გააზრებით და ნაფიქრი გაქვს შენ ამ თემაზე. მოდი აბა გისმენ. ლექსი სათაურად დრო. მიდიან დღეები, მირბიან თვეები. დრო მიდის ვიცვლებით. დრო მიდის ბერდებით. გონებას ნუტანჯავთ სევდიან ფიქრებით. დაბედნიერება მოძებნოთ წუთებით. ოჩა. მაოცებ სამყარო, მრავალი მოვლენით. მიყვარს უცოდველი ფოთლების შრიალი. ძლიერ მსიამოვნებს, მთაში ხეტიალი, ან და მზის სხივების მიწასთან ტრფიალი. ჩემთვის პოეზია, სული სიმაგრეა, უფლის ძალით არის, თუ რა მიწერია. უსდელ უვიცებთან, თავაზედმეტია, ღმერთთან დიალოგი, ფიქრობ პირველია. და როგორი ჯანსაღია, და როგორ კითხულობს. არაჩვეულებრივად კითხულობს და შენ როგორ აღმოაჩინე? შენ იცოდი რომ და მე არ ვიცოდი, რა თქმა უნდა დამეხმარენ სოხუმის უნივერსიტეტის დეკანები, ლექტორები და ესე შევკრიბე ესე. ეხლა ზურაბი რო კითხულობდა, უცებ მომინდა რომ შენ დაგეხატა. აი ეს ფოტოების შრია. კი, მე ძალიან მომწონს, ძალიან საინტერესოა მე რა მომწონს, ხა პირად ზურიკოზე ვილაპარაკებ ამ შემთხვევაში, რომ ძალიან კარგად გამოსდის, გადასცეს საზოგადოებას თავის სათქმელი. და ძალიან კარგად ახერხებს ამას და ხვალ მგონია რომ ძალიან გამოიჩენს თავს. ძალიან მაგებთ წითლდები. დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ვეთანხმები ვანიკოს. თამარ, ბრძანე რომ გვიან დაიწყე ლექსების წერა. ნუ ხატვა უფრო ადრე, ხომ? აი თვითონ შენ ლექსებზე ხომ არ გიფიქრია ნამუშევრის შექმნა? კი, სხვათა შორის და ეგიდეაც დევს უკვე ჩემს ნამუშევრებში. გაკეთებული გაქვს უკვე, შექმნილი გაქვს უკვე. და წეხან ზურაბმა ახსენა დროის შესახებ რო ისაუბრე, ზურაბ, რა მაინტერესებს, იცი? ჯერ ფიქრობ აი ამ იგივე ამ შემთხვევაში ხა კონკრეტულად დროის შესახებ დაგისვავ შეკითხვას. ჯერ ეს ფიქრები იყო დროის შესახებ და შენი განსაზღვრება რომ ცუდია რომ დროს უქმად კარგავ და მერე მოვიდა მუზა თუ ლექსიდან გამომდინარე იყო ლექსის შემდგომი რეზიუმე დასკვნა შენი? იცით. არ ვიცი, შეიძლება ეს ღმერთის კარნახიც იყო. მე ჩემს თავს დავუსვი ასეთი შეკითხვა, რომ რას ვაკეთებ? რა არის სიცოცხლე? საით მივდივართ ადამიანები? ყველა ადამიანმა რომ 1-30 წუთი თავის თავთან ილაპარაკოს, რას აკეთებს, რაც წარმოადგენს. დავუსვათ აბა ჩვენს თავს ეს შეკითხვა. რა სარგებელი მოგვაქვს ჩვენი თავისთვის და ამ სამყაროსთვის. ამ შეკითხვამ და ამ აზრმა დღეს ვისრა ვარგე ზუსტად. ისე თუ გვაქვს საშუალება რომ ერთი ლექსი აქვს კიდე ძალიან საინტერესო. როგორ არა? კი, და თამარიც კიდე დაამატებს. დავუსვი ჩემ თავს ასეთი შეკითხვა რომ მინდა რომ ღირსეული სახელი დავტოვო ამ ქვეყანაზე. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი, მოტივი იქნება ეს და მე ჩემს თავს
არაფერს არ დავაკლებ ამ ცდას, არაფერს არ მოვაკლებ, მე ჩემსას გავაკეთებ და დანარჩენი უკვე ღმერთმა იცის და დრო. და რომელ ფაკულტეტზე სწავლობ? სწავლობ სამართლის და დიპლომატიის სპეციალობაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეგ უნივერსიტეტი ვიცი, მაგრამ ხო, რა უცნაურია რა სამართალი. მე მეგონა ხა ეტყოდა ფილოლოგიურზე, ანუ თქვენ რაღაცა. მოდი აბა კიდე აი სიკვდილს სიცოცხლის. ეს კარგია ეგეც ძალიან. ეს ლექსი სიკვდილს სიცოცხლეზე დავწერე. ძნელია რომ ადამიანმა არ იფიქროს სიკვდილზე და სიცოცხლეზე. მეც ერთ-ერთი ვარ ამ ადამიანთაგან. ლექსი სათავრად სიკვდილ სიცოცხლე. სიცოცხლე არის სულისყოფნა ცოდვილ სხეულთან. დღეთა კრებული საოცარი ამა ქვეყნის და უბედურად ჩაითვლება ყველა ის, ვისაც განცდა არ აქვს ამ სამყაროს შემეცნების. განა სიკვდილი რომ გვაშინებს რა ასეთი. ერთი უმწეო სულის გაყრა ცოდვილ სხეულთან. რაც კი ოდესმე სიცოცხლეში გვიფართხალია, დრო გადაფარავს, გაასწორებს ყველას მიწასთან. ხოლოდ გენიებს ვერ ეწევა ხარბი სიკვდილი. ისეთ ხალხს, ვისაც შეუქმნია რაღაც დიადი, ჩემი მიზანიც ის იქნება ამ ცხოვრებაში, დროსთან ჭიდილში გავიმარჯვო ამ ცდეს წვდიადი. ძალიან დიდი მადლობა. მოდი ერთი ლექსი წამიკითხე და შენთან შეკითხვა მაქვს მე. მე ამჟამად ეს ლექსი მქონდა მომზადებული და უფრო მეტად პროზასთან მაქვს ურთიერთობა ვიდრე ლექსებთან. ხო არ გაქვს პატარა ჩანახატი, უბრალოდ ძალიან ცოტა დრო რჩება. პატარა არის, სამწუხაროდ დიდია და მოდი დავაანონსოთ, რომ ხვალ ვინც მოვა ჩვენთან სტუმრად ნაწყვეტი მაინც რო წაგუკითხო პროსტა. ვიცი როგორია, მე მოგინდება გაგრძელების მოსმენა და ეს ანუ 4 წუთი ჭირდება. ჩვენ თუ გვაქვს დრო, ძალიან საინტერესოა. სტუმრად და აუცილებლად ისე მე სამწუხაროდ ვერ მოვა, მაგრამ უნდა აუცილებლად უნდა მივიდეს ხვალინდელ ღონისძიებაზე საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მიხვალთ, იმიტომ რომ ესეთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მხატვრის ვანიკო კეზუას დაორგანიზებულია და არაჩვეულებრივი ეს ახალგაზრდები და მრავალი კიდე თქვენნაირი წარსდგებიან. მე აუცილებლად შევხვდებით ისევ ერთმანეთს ვანიკო და წავიკითხოთ ხო ეს ლექსი. მე მაინტერესებს შენ როდის და ლექსი არა პროზა. შენ როდის დაიწყე ლექსების წერა? დაახლოებით 17 წლის ასაკში ვიყავი. ეხლა რამდენი წლის? პირველ ლექსი რომ დავწერე, ახლა 20 წლის. ესე იგი 3 წელია, ხო? რამდა გაწერინა. მაგრამ იცი რა მაინტერესებს? აუცილებელია ადამიანი აი რაღაცა ემოციის გამო დაწეროს ლექსი, თუ უბრალოდ შეიძლება რომ ისეც დაწეროს, შენ გაწერი. მოგეხსენებათ რომ ან დიდი ტკივილი უნდა კონდეს ნანახი ლექსი რომ დაწერო, ან დიდი სიხარული. ჩემ შემთხვევაში სამწუხაროდ დიდი ტკივილს ჰქონდა ადგილი. და შენ რა სიტყვა? მე მგონია რომ ემოციები ზუსტად ამ სამყაროს ამოძრავებენ, შესაბამისად ხელოვნების მთავარი აზრით ზუსტად მაგაშიტებს. ემოცია ამოძრავებს სამყაროს. ძალიან დიდი მადლობა. ვანიკო, მოდი ხა შენს აი ახალგაზრდებს, შენს მეგობრებს რას ეტყვი აქიდან და ხვალინდელ საღამოს შესახებ და საზოგადოებას. აქიდან მე ვეტყვი რომ თითოეულ სტუდენტს, თითოეულ მონაწილეს ვეტყვი მას რომ არიან უნიჭიერესები, ძალიან მაგარი ახალგაზრდები არიან. მიხარია, ხო იცი, მე მარტო ვერაფერს ვერ მოვახერხებ თუ ესენი არ იქნებიან კარგები და არიან პირველ რიგში არიან გულწრფელები, ისე ვაღვნიშნავ, აი მთავარი გულწრფელობა არის. ეს არის მთავარი წესი ხელოვნებაში და მთავარი ცხოვრებაში. არიან გულწრფელები, არიან ნიჭიერები. მე ადრეს თქვი და მე ვცდილობ რომ ყოველთვის სიტყვა შევასრულო, წინაზე დავპირდი გამოფენას, შესრულდა ეს გამოფენა. ეხლა დავპირდი პოეზიის საღამოს და ესეც ჩატარდება აუცილებლად ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან საინტერესო სტუმრებით, თითქმის აი ყველა ისეთი სახე იქნება იქ, რომ მე ვიცი ძალიან გაუხარდებათ მათ, სურპრიზ ავტოვებ ესე ყველას არ ვასახელებ, მინდა ვინ იქნება.
და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღონისძიების შემდეგ კიდევ სხვა ისეთი გზები გამოუჩნდებათ მათ, რომ მიიღონ სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, დაიბეჭდოს მათი ლექსები სხვადასხვა წიგნებში, მიიღონ სხვადასხვა გამოფენებში კიდევ მონაწილეობა და ალბათ ხელოვანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. Ну, რა თქმა უნდა, ზოგი არის, რომ აი მაგ ჩემთვის ხატავ, მაგ ჩემთვის არის ეს შემთხვევებიც, საზოგადოებას. რა თქმა უნდა, მაგრამ ხელოვანისთვის ხშირ შემთხვევაში უმეტესწილად ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შეუძლია გაზიარება მისი შემოქმედების, მისი, გულის ტკივილის, მისი ბედნიერების, როგორც ცხოვრებაშია საერთოდ ხდება და მე ვთვლი და ვფიქრობ და რაღაც კუთხით დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ ღონისძიების შემდეგ ძალიან ბევრი გზა გაიხსნებათ ამ ახალგაზრდებს. მეც დარწმუნებული ვარ, წარმატებებს გისურვებ, ვანიკო, შენ ყველას შენს ახალგაზრდ შენს მეგობრებთან ერთად წარმატებებს გისურვებ, ვანიკო ბრძანა მართალნი და გულწრფელნი უნდა ვიყოთო. არა მხოლოდ შემოქმედებაში, არამედ ცხოვრებაშიო აბსოლუტურად სრულიად გეთანხმები და ვიყოთ გულწრფელნი, ვიყოთ მართალნი, როცა გვიყვარს. არ მოგვერიდოს ამის თქმა და უფრო ლამაზი იქნება სამყარო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ვანიკო კეზოა, ზურიკო გელაშვილი, თამარ ბეშიძე იყვნენ ჩემი გამოშვების მესამე ნაწილის სტუმრები. თქვენ დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა.